ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთში მინტვრის დღე გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ და ბიზნეს კომპანიამ ადგილობრივ ფერმერებს უმასპინძლეს. სამმართველოს უფროსმა და შპს აგროარტის წარმომადგენელმა მათ კარტოფილის ახალი ფრანგული ჯიშები გააცნეს, რომელიც ასპინძის ერთ-ერთ სადემონსტრაციო ნაკვეთშია დათესილი. მათ ასევე განუმარტეს კულტურის მოვლის თავისებურებები, დაავადებები და მასთან ბრძოლის მეთოდები. ეს არის ფრანგული ჯიშები, ლოანე და დეიზი, სხვა ნაკვეთებში გვაქვს კიდე სხვა ჯიშები. ეს არის ახალი, როგორც აღნიშნე საქართველოსთვის და არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვატარებთ გამოცდას, რომელიც გაამართლებს. ასევე ვაცნობთ ფერმერებს, რომ რა შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, ურიგებთ ბუკლეტებს. ასპინძის სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობაში, სადაც კარტოფილის ნათესებს სულიან, შპს აგროარტიც არის ჩართული. ბიზნეს კომპანიამ სამმართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების შედეგად ნაკვეთისთვის სათესლე მასალა შეღავათიან ფასად შესთავაზა. აგროარტი ამ კუთხით მეორე წელია მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ შემოვიდანოთ ახალი ხარისხიანი სათესლე მასალა, რომელთაც კმაყოფილი იქნება ქართველი ფერმერი და შედეგს მიიღებს ისეც, რომ იქნება სტიმული, და უფრო დიდი შრომა ჩადოს და უკეთესი მოსავალი მიიღოს. ადგილობრივებმა ახალი ჯიშების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს სადემონსტრაციო ნაკვეთში გამოცდილი კულტურა მომავალ წელს საკუთარ ფართობზე დათესონ. ფერმერები ფიქრობენ, რომ ახალი ჯიშები ბაზარზე ადგილს უფრო მარტივად დაიმკვიდრებს. ეს სიახლე რაც ინერგება ახალი ჯიშებით შესაბამისად ჩანსის, რომ ბაზრის მოთხოვნილებაც იზრდება. შესაბამისად ეს მოძველებული ჯიშები მაინც ნაკლებ რო ვთქვათ ნაკლებ ეფექტური არა, მაინც არაეფექტურად გამოდის. ანუ ახალი ჯიშების შემოსვლა უფრო მეტად დაინტერესებს ფერმერს, როგორც ახლა ამ ეტაპზე მე დამაინტერესა და ძალიან კმაყოფილი ვარ. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 7 სადემონსტრაციო ნაკვეთია. აქედან 3 ასპინძაში მდებარეობს. აქ საჯარო ლექციები და ღია კარის დღეები სისტემატიურად ეწყობა. მისი მიზანი ახალი ჯიშების მოვლასთან დაკავშირებით ფერმერებისა და ახალგაზრდების ინფორმირებაა.